და მიწების რაღაცებს აქედაც იგივეა იგივეა და პარასკევს ვინც რჩება იმახოს რომ ინფორმაციულად მიაწოდოს 2 საათი. შაბათ-კვირას ვაზრ. კაი, მშობელს უნდა დაკავშირდეს. ლიტერატურა რეგები მუდამ არის. თავიანთი ლიტერატურა მოაქვს ძალიან ბევრი კიდე სახლიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს გაივლის ეს ყველაფერი შემოწმება თუ რამდენად გამარჯობა. მოგესალმებით. დღეს მე მართლა სიამაყით ავივსე, როდესაც ვნახე კადეტთა ლიცეუმი ქუთაისში აქ თვითონ სტატისტიკურადაც აკადემიური მოსწრებით არიან ყველაზე საუკეთესო მოწაფეები და მე მადლობა გადაუხადე კადეტებს იმისთვის, რომ თავიდანვე ესეთ ადრეულ ასაკში გააკეთეს ესეთი სწორი არჩევანი, რომ სამხედრო საქმეს და თავის ქვეყანას ემსახურონ და ჩვენ პედაგოგიური კოლექტივი, ხელმძღვანელობა ამ ლიცეუმის გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მათ ასეთი განათლების პირობები და საშუალებები მივცეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები გახდებიან ძლიერი სამხედრო ლიდერები, ვინც დაიცავენ სრულყოფილად საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს მინისტრმა დაათვალიერა სამხედრო ლიცეუმის ბაზა, შტაბის-წლებები საკმაოდ მაღალი არის, ადგილობრივი ხელმძღვანელობა, პედაგოგია, განსაკუთრებულად მონდომებული არის ჩვენი ახალგაზრდების აღზრდაში. ახალგაზრდა ბავშვები, ჩვენი ბიჭები მაქსიმალურად მონდომებულები არიან იმისთვის, რომ მიიღონ სამოქალაქო ამავდროულად სამხედრო განათლება და გამოცდილება და ეს არის ის დიდი რესურსი, რომლის ბაზაზეც ჩვენ დავაშინოთ მომავალში ჩვენი შერეული ძალები. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დღეს სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ალასანია. ვიზიტი იყო გაცნობისτη ხასიათის, ბატონი მინისტრი გაეცნო კადეტთა ცხოვრებას, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, წარმოუდგინეთ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბრიფინგი, დაათვალიერა სასწავლო აუდიტორიები, პირადად შეხვდა როგორც კადეტთა, ასე პედაგოგთა და სერჟანტ ინსტრუქტორთა, ოფიცერთა პირად შემოგვიყვანა.